მოგესალმებით თურქეთსო კოლეგებო, ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ზოგიერთთან კვლავ შეხვედრა, ზოგთან კი ალბათ პირველად შეხვედრა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის თქვენ პირველად ესწრებით ჩემს ტრენინგს თუ უკვე დასწრები ხართ სხვასაც და ახლაც ერთ-ერთი მორიგი ტრენინგია, როცა ჩემთან ესე იგი ასეთი ტიპის კომუნიკაცია გაქვთ. ჩატში პარალელურად რომ დამწეროთ, პირველად ვესწრები ან ადრეც დავსწრები ვარ. ესე იგი, ძალიან სამაყვა ჩემთვის და დიდი პატივია თქვენაირი მოტივირებული ადამიანებთან ერთად კომუნიკაცია და ასეთი ტიპის გამოცდილების და ჩემი ცოდნის გაზიარებაც. დიახ, პირველად ვგესწრებით, ადრეც დავსწრები ვარ, ადრეც დავსწრები ვარ. დიახ, ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი მწერდა, რომ უკვე ნაცნობი სახები იყო, ან ის ჰქონდათ უკვე რაღაც მიმოწერა მქონდა მათთან და ამიტომ ვიკითხე. ძალიან კარგი, ესე იგი, უმეტესობა ადრეც დასწრებია, მხოლოდ ერთი წევრი ყავს, რომელიც დღეს პირველად გვესწრება. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამ ტრენინგით დაინტერესდით და მოხვედით აქ ჩემთან მოსასმენად, იმაზე მეტყოლებს, რომ ძალიან გაინტერესებთ ონლაინ სწავლება. ონლაინ სწავლება. და ზუსტადაც ამ ონლაინ სწავლების ტრენინგი დავანონსე და მინდა გითხრათ, რომ ეს არის უკვე მესამე ნაკადი ამ ტრენინგის, მანამდე კიდევ მქონდა ორი ნაკადი და პერიოდულად სამ თვეში ერთხელ ვაცხადებ ხოლმე ამ ტრენინგზე მიღებას. თუმცა ტრენინგიდან ტრენინგს შორის მქონდა გარკვეული მასტერკლასები, მცირე ვებინარები, ზოგი ფასიანი, ზოგი უფასო, შესაძლოა იმასაც დაესწარით და მე საბოლოოდ ცოტა გრძელ ვადიან ტრენინგს ვატარებ ხოლმე. ჩემთვის მე ინგლისურის მასწავლებელი ვარ, ირმა მარკოზაშვილი, ამასაც ვიტყვი ვიდეო ჩანაწერისთვის და იმასაც ვიტყვი, რომ ინგლისურის მასწავლებელი კი ვარ, მაგრამ მაინც უფრო მეტ სიამოვნებას თუ კი ჩემ თავს ვკითხავ, უფრო მეტად რომელი მასწავლებლების ტრენინგის ჩატარება ამ გამოცდილების გაზიარება თუ ინგლისურის სწავლება თქო, უკვე ბოლო 4 წელია, რაც უფრო მეტად ამ მეორეს მხრივ ვიხრები და ძალიან მიხარია მოკლედ. ესე იგი, დღევანდელი სესია არის ამ კურსის პირველი გაკვეთილი. პირველი შეხვედრა, უფრო ვიტყოდი, ვიდრე გაკვეთილი და ზოგი თქვენგანი უკვე დარეგისტრირებულია და თანხა აქვს გადახდილი და შესაბამისად გააგრძელებს ჩემთან კომუნიკაციას და ის, ვინც დღეს პირველად არის, ან იმიტომ შემოვიდა, რომ უბრალოდ დაინტერესებდა, რადგანაც თქვი, რომ პირველი შეხვედრაზე სხვებსაც შეეძლებათ დასწრება თქო და თუ დაინტერესდება ვებინარის დასრულების შემდეგ თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ იმ ტრენინგზე, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ახლა მოკლედ გეტყვით თუ რაზე იქნება დღეს საუბარი. პირველი ეს იქნება ესე იგი პირველი ეს იქნება თქვენი მოტივაციის გამოვლენა, ასე ვთქვათ, რატომ ხართ დაინტერესებული ონლაინ სწავლებით, ანუ რისთვის გჭირდებათ ონლაინ სწავლება. შემდეგ იქნება კურსის პრეზენტაცია და ბოლოს იქნება რამდენიმე სასარგებლო რესურსი, რომელიც შესაძლოა იცით, შესაძლოა არ იცით, მაგრამ მე მაინც ჩემი მხრიდან გაგზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რესურსს. ესე იგი, საინტერესოა თქვენ თუ ასწავლით ონლაინ და რომ დაწეროთ ვასწავლი, ან მაქვს გამოცდილება, ან არ მისწავლებია, ამ ხრივაც საინტერესო იქნება ჩემი თქვენთან კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, დიახ, ასეც ხედავ, რომ ასწავლით, არ მისწავლებია. დიახ, ანუ აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც შეიძლება სცადეს და არ გამოუვიდათ და აღარც მეუბრუნდნენ, საერთოდ არ უცდიათ, რადგან გარკვეული შიში აქვთ და სირთულეებს გრძნობენ იმ მხრივ, რომ ადგილზე სწავლებას კი კარგად ახორციელებთ, მაგრამ შესაძლოა ეს ცოტა კიდე სხვა რაღაც იყოს და გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ და ამიტომაც არიან აქ და ზოგი შეიძლება ასწავლის, მაგრამ სწავლებაში ხვდება ისეთ სირთულეებს, რომ უნდა კიდევ მეტი გაიგოს და საერთოდ რაც გვაქვს, ანუ რაც გვაერთიანებს აქ ყველა მონაწილეს არის ის, რომ თქვენ ძირითადად გაქვთ ალბათ ინფორმაცია
ინფორმაციის ნაკლებობა და მეორე გარკვეული უნარჩვევის ნაკლებობა, რომელიც გაგიადვილებთ ამ ონლაინ სწავლების განხორციელებას და გაგიადვილებთ იმ მხრივ, რომ ნაკლები დრო დაგჭირდებათ, თქვათ, იგივე გაკვეთილის მომზადებისთვის თუ შემოწმებისთვის მოსწავლის თემის და ასე შემდეგ, მაგალითად თემის ან სხვა სავარჯიშოების და შესაძლებელი არის მომართვიანობაც არის თქვენს მიმართ, ანუ სურთ ხოლმე ონლაინ რომ აიყვანოთ მოსწავლე, მაგრამ მოკლედ ეს მიზეზები გაქვთ და ახლა მოხდით აქ რომ მოკლედ ჩემგან გაიგოთ უფრო მეტი. კიდევ ნათია წეს მჭირდება ონლაინ სწავლება, იმიტომ რომ მოთხოვნაო, დიახ, ნამდვილად მოთხოვნა ნათია, მადლობა ამ კომენტარისთვის. ყველას ეგონა რომ როდესაც პანდემია დამთავრდებოდა, ონლაინ სწავლებაც სადღაც გაქრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს იმდენად კომფორტული და ადამიანებისთვის მისაღები ფორმატი აღმოჩნდა, რომ არსად არ გაქრა, პირიქით გაძლიერდა და მომავალშიც არავინ იცის რა და როგორი იქნება, რადგანაც იმდენად არასტაბილურ გარემოში ცხოვრობთ რეალობიდან გამომდინარე, რომ ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების დაუფლება მოკლედ მასწავლებელს მაინც ერთი ნაბიჯით წინ ამყოფებს იმ სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან შედარებით, ვინც მხოლოდ კლასში ატარებენ გაკვეთილს. ეს უკვე ცალსახად უდავო არის, იმიტომ რომ გარემოება და მოკლედ ჩვენს გარშემო ყველაფერი იმის ქითკენ მიდის და ისე არის შეცვლილი, რომ რაც თქვი, დიდი ალბათობით მოგწონს თუ არ მოგწონს, მოკლედ სიმართლეა და განსაკუთრებით კიდევ ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ, რამაც კიდევ უფრო მეტად ააჩქარა ყველაფერი და არ ვიცი თქვენ რამდენად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და თუ კი იცნობთ მას, ჩემს წინა ტრენინგზეც გავაზიარე, ამის წინ მქონდა ონლაინ სწავლების ინსტრუმენტებზე ტრენინგი დეკემბერში ახალ წლებამდე და ფაქტიურად იმ ტრენინგის შემდეგ წარმომექმნა იდეა, რომ ეს ერთვენი ტრენინგი ჩამეტარებინა, ანუ გამეგრძელებინა ის ტრენინგი. რატომ? რომ როდესაც ის ტრენინგი ჩავატარე, იმდენად სხვა ინფორმაცია იყო იმ ტრენინგის დროს, რომ მასწავლებლებმა მხოლოდ მიიღეს ეს ინფორმაციის დონეზე, მაგრამ ვერ ივარჯიშეს. ანუ ვერ მოხდა მისი ამ ცოდნის პრაქტიკაში გადაყვანა. და იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში გადაყვანა შეძლოთ, ხშირად ვამბობ ხოლმე და ახლა კიდევ ვიტყვი, აუცილებელი არის ერთი და იგივე მოქმედების ბევრჯერ გამეორება და მასწავლებლები ვართ და ვიცით, რომ სწავლებისას, ანუ ნასწავლი არ არის, ვერ ასწავლოს მოსწავლე თუ იმას ერთ და იგივეს ბევრჯერ არ ვამეორებინებთ, ბევრჯერ არ ვუხსნით, ბევრჯერ არ ვაკეთებინებთ. აქედან გამომდინარე, სწავლის პრინციპი, რა თქმა უნდა, ჩვენზეც იგივენაირად მოქმედებს და რაღაც სიახლე რომ არის, მხოლოდ გავიგე, უი, რა კარგია, ეს ხომ გამომადგება არ მქშველის. და რატომ? რადგანაც ამ გონება ისე არის მოწყობილი, რომ როდესაც ჩვენ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას ვიღებთ და ის ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო არის და ძალიან ჩამთრევით და მოკლედ სიამოვნებით ვისმენთ ან ვუყურებთ, იგივე აი ეს მოკლე ვიდეოები, რაც არის სოციალურ ქსელებში, ხომ დაპყრობილი ჰყავს სოციალურ ქსელებს ეს მოკლეხნიანი ვიდეოები. ტვინი გამოყოფს გარკვეულ სიამოვნების ჰორმონს დოფამინს და რადგანაც მიიღო უკვე გონებამ სიამოვნება, გონია რომ ყველაფერი კარგადაა და უკვე მეორე ეტაპზე რომ გადავიდეს, ის რაც ახალი გავიგე და დავნერგო ეს მე და უნარჩვევაში გამოვიმუშაო, საჭირო არის ზუსტად აი ის გამეორება ბევრჯერ. ანუ ბევრჯერ უნდა გავაკეთოთ ერთი და იგივე რაღაც, რომ საბოლოო ჯამში ჩვევაში გადავიდეს და ამისთვის კი საჭიროა დისციპლინა. და როდესაც დისციპლინაზეა საუბარი, ამ დროსაც გვეწინააღმდეგება გონება. და რომ ესე იგი დავიმორჩილოთ ჩვენი გონება, უმეტეს ადამიანს ასე ემართება, შეიძლება ყველას არა, მაგრამ დიდი ალბათობით შესაძლოა თქვენი თავით ამოიცანით ასეთ სიტუაციებში აღმოჩენილი ხართ. მე პირადად ძალიან ბევრჯერ და თუ ჩემი თავით გარკვეულ დისციპლინით არ მიიძულებია, რომ ესა თუ ის რაღაც გამეკეთებინა, ძალიან ანუ მხოლოდ ისევ ინფორმაციის სახით დარჩენილა, როგორც ზევით აღვნიშნე. ამიტომაც აი ესეთი ტიპის კურსი, თუნდაც ერთთვიანი კურსი, ზუსტად ამ დისციპლინის გამომუშავებაში გეხმარებათ, უფრო მეტად მობილიზებაში გამყოფებთ და კონცენტრირებაში, რომ ის ერთი რაღაც, რაც გაიგეთ, რომ შეასრულოთ, განახორციელოთ მოქმედებები და ამ მოქმედებების განხორციელების საფუძველზე გამოიმუშაოთ უნარჩვევა, რომელსაც მე ავტომატიზირებულად შეასრულებთ. აი მაგალითად
მაგალითად არ ვიცი მაგალითად ტურს რომ გამოვიღებ კარადიდან და მისი დაჭრა მინდა მაშინ ხომ არ ვფიქრობ რომ მე ახლა გავაღე კარადა მე ახლა ავიღებ პური ახლა უნდა ავიღო დანაის ხელში უნდა დავიჭირო ასე უნდა დავჭრ ამას არ ვფიქრობთ ამას ავტომატურად ვაკეთებთ რატომ იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გვაქვს ეს გამეორებული გაუცნობიერებლად ასე რომ ჩემი ის მიზანი რომ ის რასაც გაცნობთ ძალიან კარგი არის და იგებთ მარტო ჩემგან არა სხვა წყაროებიდანაც რა თქმა უნდა კარგია მაგრამ აი ამ კურსის მიზანი ზუსტად ეგ არის რომ მე თქვენთან ერთად გავაკეთო ის რასაც ვაკეთებ გაჩვენოთ თქვენს გააკეთოთ და თქვენ შემდეგ მე ეს კი რომ იყოთ როგორ თქვა ანუ რაღაც ადამიანი რომ არსებობდეს რომელთანაც უნდა ჩააბაროთ ეს გაკეთებული ასე ვთქვათ და იქიდან მიიღოთ უკავშირი რომ ამას კარგად აკეთებთ სწორად აკეთებთ იმ ჩემ გამოცდილების საფუძველზე ვაძლევთ ჩემს თავს უფლებას რომ მოგცეთ უკავშირი და ასე მოკლედ ვივარჯიშოთ ეს ერთი თვის განმავლობაში. ახლა შეიძლება მკითხოთ, რომ საკმარისია კი ამისთვის ერთი თვე, მაგრამ ჯერჯერობით ამ ერთ თვეს ვივარჯიშებთ და იქიდან გამომდინარე, რამდენად გაგრძელება მოგინდებათ ან მოთხოვნად იქნება, მე შევხედავ, თუმცა ვფიქრობ, რომ იმისთვის, რაც ახლა მაქვს განსაზღვრული და თქვენთვის მოსაწოდებელი, მე უკვე თქვენით უნდა გააგრძელოთ. დიახ, რა ტიპით იქნება, როგორი სახით იქნება ეს კურსი იქნება ესე იგი სამშაბათს და ხუთშაბათს დავდებ მოკლე ვიდეოებს საერთო ჩატში და ამ მოკლე ვიდეოების ინსტრუქციის მიხედვით აი ასე ესე იგი ზუმში გაზიარებული ეკრანით ესე იგი გამოგიგზავნით ვიდეოს და ზუსტად ისე უნდა გააკეთოთ და დავალებად გამომიგზავნოთ მე ხოლო კვირა საღამოს 21 საათზე როგორც დღეს შევხვდით მექნება ეს გამოგზავნილი მასალები და ამ გამოგზავნილი მასალის მიხედვით გვექნება განხილვა და ასევე თქვენ გაკეთებისას გაცილებით მეტი კითხვა გაგიჩნდებათ როცა თქვენთვის დაждდებით და დაიწყებთ ამის კეთებას ვიდრე ვთქვათ აი ასე ტრენინგის მსვლელობისას ამ დროს მაინც კონცენტრირებული უფრო მომხსენებელზე ხართ მე ვიქნები თუ სხვა ანუ ამ შემთხვევაში ჩემზე რას ვიტყვი და როგორ ვიტყვი და როდესაც თქვენ თვითონ აკეთებთ ამ შემთხვევაში კი კონცენტრირებული თქვენს თავზე იქნებით ამიტომაც თქვენ რომ გაგიჩნდეთ და იქ დიდია ალბათობა რომ მეტი კითხვა გაგიჩნდეთ და თქვენ თავი დაინახოთ რაში ხართ სუსტი რაში ხართ ძლიერი რა გამოგდით და რა არა ესე იგი შემდეგი საკითხი მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა ანუ ასეთი ვიდეო იქნება ესე იგი 4 კვირის განმავლობაში 8 ვიდეო გამოდის და 4 ლაივ შეხვედრა გვექნება აი ასე ზუმში კვირას შემდეგ კიდევ ერთი რამ რაც მე ამ ტრენინგზე მქონდა დაანონსებული არის ის რომ თქვენ რომ მეც ესე იგი საჩუქრად ვინც იქნება მონაწილე გადავცემ რამდენიმე კურს ანუ მე გაჩვენებთ ჩემს ნამუშევრებს და ვინც იფიქრებს რომ აი ეს უფრო მეტად გამომადგება ჩემი მოსწავლეებისთვის იმ ნაწილს მივცემ და ასევე დაგეხმარებით ეს მოცემული მასალა ატვირთოთ პლატფორმაზე მე ვიყენებ Google Classroom-ის პლატფორმას და თქვენს შესაძლოა თქვენც იყენებთ და სხვა ტრენინგებზეც ვაზიარებ ხოლმე ამას და იქაც მოგესმენიათ, მაგრამ არ ვიცი რამდენად უკვე გააკეთეთ თქვენი კურსი და მოსწავლე რომ მოვა, შეხვალთ ასე ერთ დააკლიკებთ და გაგეხსნებათ გაკვეთილები. თუ ასე არის, მაშინ აქ ტრენინგზე რა ვიცი, შეიძლება ისეთი არა, სარგებელს მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ისწავლეთ. მაგრამ მაინც რომ იცოდეთ, აი ესიც იგეგმება ტრენინგის ბოლოს, ანუ კურსის ბოლოს. ახლა კიდევ ერთი საკითხი შეიძლება მკითხოთ, რომ თუ კი თქვენ უნდა მოგცეთ საბოლოოდ გამზადებული ვერსიები გაკვეთილების, მაშინ მე რაღაცა ვიწვალო ამ 4 კვირის განმავლობაში.
კიდევ მანამდე რაც ვისაუბრე, ისევ ამას უკავშირდება, რომ იმიტომ უნდა თქვენს გააკეთოთ, რომ თქვენს გამოგიმუშავდეთ ეს უნარჩვევა და ჩემი გაკვეთილების გარდა შესაძლოა თქვენ სხვა მოსწავლე მოგივიდათ, სხვა საჭიროებები გაუჩნდა იმ გაკვეთილების აწყობა რომ შეძლოთ და კიდევ იმიტომ რომ ამ სწავლების პრინციპს ვერ დაიჭერთ თუ თქვენ თვითონაც არ გააკეთეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ თვითონაც არ გააკეთეთ, მაშინ ჩემი ნათქვამი ისევ ნათქვამად დარჩება და რა აზრი აქვს ასეთ ესე იგი დასწრებას ან ტრენინგის ყიდვას. და ეს იყო დიახ ის მთავარი საკითხები, რაც ამ ჩვენ ტრენინგისთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. ხედავ აქ ჯულის ჩატს ვერ ვემატები სამწუხაროდ. დიახ, ან ტრენინგის ჩატი გავაკეთე ტელეგრამში და ალბათ ჯული ამას გულისხმობთ. ტელეფონის ნომრით ალბათ ადულად უნდა დაემატოთ იქ, სხვები დაემატნენ, მაგრამ არ ვიცი თუ უმეტესობა ვერ დაემატება, არ ვიცი, მაშინ გავაუქმებ, ან იქნებ რაიმე სხვა გზა გამონახოთ. ჯერჯერობით მაქვს ის ჩატი და ჩატის გარდა ჩატი იმისთვის არის საჭირო, რომ ინფორმაცია იქ ძალიან სწრაფად გაგიზიაროთ, რაიმე თუ თქვენს კითხვები დამისვათ და უფრო აქტიურია. არ ვიცი, თუ თქვენ გირჩევნიათ მაგალითად მესენჯერის ჩატი იყოს მესენჯერი ან WhatsApp-ს გავაკეთებ, ამ მხრივ არ არის რომ მაინც და მაინც Telegram-ს დაემატოთ, მაგრამ Telegram-ი იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმაა კურსებისთვის და განსაკუთრებით ონლაინ კურსებისთვის და ძალიან ბევრი ესე იგი ტრენერიც და მასწავლებელიც არ ვიცი თქვენს ადევნებთ თვალყურს ალბათ სხვადასხვა მასწავლებლებს და ტრენერებს იყენებენ Telegram-ს როგორც საკომუნიკაციო და ასევე კურსის პლატფორმად. მე შემიძლია Google Classroom-ში ან Gmail-ზე ავტვირთო და გავაკეთო ეს კურსი და ასევე შემიძლია საერთოდ იქ არაფერი ავტვირთო და პირდაპირ Telegram-ის ჩატში მქონდეს. ანუ იქ შესაძლებელია PDF ვერსიების ატვირთვა, Word-ის ფაილების ატვირთვა, შესაძლებელია ვიდეოს ატვირთვა, პირდაპირ ჩართვა. აი ძალიან ბევრი ის აქვს, რა ქვია, features, რა ქვია მაგას, უპირატესობები თუ ხელსაწყოები Telegram-ს, რომ ესე იგი ძალიან კარგად გამოდგება სასწავლო პლატფორმად. კიდევ დაგიკოპირებთ მუს და მე მგონი დაემატებით თუ გაქვთ ტელეფონში აპლიკაცია და თუ სხვა რაღაცითაც გისარგებლიათ, ანუ სხვა რაიმე ტრენინგს დაკავშირები ხართ ან რამენაირად, მაშინ წესით უნდა გამატებდეთ. მოკლედ ეს მე კიდევ მომწერეთ პირადში, ახლა გავაგრძელებ ჩვენს საუბარს. და მთავარი იქნება დასაწყისში ვახსენე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თქვენი დროის დასაზოგად და გასაადვილებლად, სამუშაოს გასაადვილებლად. ვფიქრობ, მასწავლებელი არ იყენებდეს ხელოვნურ ინტელექტს იგივეა, რომ ადამიანი მიდიოდეს მაგალითად აქედან, რა ვიცი, რომელი თბილისიდან, მე თბილისში ვიმყოფები და აქედან ვთქვი, თბილისიდან თუნდაც თქვათ ბათუმში და გამოგონილია მანქანა და ფეხით წავიდეს. წარმოიდგინეთ, ფეხით წასვლა თბილისიდან ბათუმამდე რა იქნება. და ამ დროს შესაძლებელია მატარებლით ჩახვიდე მანქანით ან თვითმფრინავითაც გადაფრინდე. აი თვითმფრინავი არის ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტი. და რა თქმა უნდა, ესიც იქნება ამის გამოყენება გაკვეთილების ესეთი აწყობასთან დაკავშირებით. საინტერესოა თქვენ თუ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად ხშირად იყენებთ. ეს რომ დაწეროთ, ვიყენებ ან არ ვიყენებ. ან ვიცი, მაგრამ არ ვიყენებ. ვიცი, მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია. დიახ, სამწუხაროდ არ ვიყენებ. მოსწავლეები იყენებენ, დიახ და წარმოიდგინეთ მოსწავლეები რომ იყენებენ და თქვენ არ იყენებთ. ანუ მოსწავლეს ის ტექნოლოგია თქვენ თავის დაუნებურად უპირატეს ხდის თქვენზე და თქვენ ხართ მასწავლებელი და მასწავლებელი უნდა იყოს უპირატესი. ინტერესი უკლავსო, დიახ, არ ვიყენებო. აი, აქ ვინც დაწერა არ იყენებს თქვენ და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ვფიქრობ ეს ტრენინგი
თქვენთვის და ამის გაცნობა და ასე ვთქვათ, მოკლედ გამოყენების სწავლა. ვიყენებო ან ამბობს ძალიან სასიამოვნო, ანა თუ იყენებთ მიხარია. კარგით, გავაგრძელებ. ახლა გავაგრძელებ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას დაგისვამთ. ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც, რომ განსაზღვროთ, რატომ არის დღევანდელ დღეს ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს ონლაინ სწავლება. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ტრენინგი გჭირდებათ? აი, ახლა კი ნაწილობრივ უპასუხეთ ამას, მაგრამ მე გარკვეული კითხვები მაქვს მომზადებული, რაზეც პასუხები თქვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა და ჩემთვისაც, რომ რადგანაც ეს მომცემს კიდე საშუალებას, რომ უფრო კარგად წარმართო ტრენინგი და თქვენთვისაც იყოს უფრო მეტად შედეგიანი. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ტრენინგი გჭირდებათ და რატომ მაინც ახლა? დიახ, შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ, ამიტომაც ხართ აქ მოსული, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ახლა? ნათიას აიწერა ეს კომენტარი გამოვტოვე და სანამ თქვენ დაწერთ ამ კითხვაზე პასუხს, მანამდე ნათიას წავიკითხავ. ნათიას კომენტარს. დიახ, მოთხოვნა გაძლიერდა, ამიტომ რომ ბევრისთვის ბევრად კომფორტულია და გამოცდილება მაჩვენა, რომ ეფექტურია ონლაინ სწავლება. ბევრი ადამიანი, ვინც სკეპტიკურად უყურებდა, დარწმუნდა, რომ შედეგიანია. აბსოლუტურად გეთანხმებით ნათია და ჩემს პირად მაგალითზეც გეტყვით, რომ ჩემი სწავლება გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც ონლაინ, ვიდრე ადგილზე სწავლება. ახლა სკოლის მოსწავლებს არ ვასწავლის, დასრულებს ვასწავლი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მომენდომებინა და სკოლის მოსწავლებისთვის მესწავლებინა უფრო იქაც ალბათ იგივე იქნებოდა დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ახლა კი გთხოვთ დაწეროთ, რატომ დაგჭირდათ მაინც და მაინც ახლა პირადად თქვენ. დიახ, ნათიას კომენტარი რაც წავიკითხე, ეს არის რეალურად ჩვენს გარშემო რაც არსებობს რეალობა. მაგრამ ამ რეალობაში კიდევ ვართ ჩვენ და შეიძლება ეხლა საერთოდაც არ ყოფილიყო ეს თქვენთვის აქტუალური. მე როდესაც ესე პოსტი დავწერე და შეგხვდათ, უბრალოდ აგესკროლათ, მაგრამ რატომღაც მიიქცია ჩემმა პოსტმა თქვენი ყურადღება და რატომღაც აქ ხართ დაინტერესებული. ამიტომაც თქვენთვის პირადად ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი, აი ეს თუ დაწერეთ ძალიან კარგი იქნება. ან ამბობს, სურს ჩემს მეთოდებში სიახლეს შევიტანო ონლაინ სწავლების მხრივო. ისე ასეთი პასუხი ცოტათი ზოგადია და თქვენ მაინც უფრო კონკრეტულად თქვენ სხვა დროსაც გითქვამთ, მე მგონი კი ვიცი მე თქვენი ესე იგი მიზნები ამ ონლაინ სწავლებაში და სურვილები, მაგრამ აი როდესაც უბრალოდ სიახლეს შევიტანოს ამბობთ თქვენ თავსაც ამოკონკრეტებთ და ისევ განზოგადოებაში რჩებით. თუ თქვენი გონება ისწავლის, მარტო ანას არ გულისხმობ, ზოგადად ჩვენი გონება ისწავლის და კონკრეტებებს, ეგ ძალიან კარგია თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც მათი საჭიროებების გამოვლენებთან, როდესაც გვაქვს საქმე. ამიტომაც კიდევ რომ ჩაურმავდეთ უფრო მეტად რა გაინტერესებთ ამ ონლაინ სწავლება. იმიტომ თვითონ ონლაინ სწავლება სიახლეა ზოგადად მაინც. ხელოვნური ინტელექტიც სიახლეა ზოგადად მაინც. და ამიტომაც მეტი კონკრეტიკა უფრო საინტერესო იქნებოდა ანა თქვენთვისაც და ჩემთვისაც. მინდა ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო იყოს ჩემი მოსწავლეებისთვის. ასევე მინდა ვისწავლო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინსტრუმენტები, ნონა ამბობს, ძალიან კარგი და აუცილებელი სურვილი არის. დიახ, უფრო საინტერესო იყოს და უფრო საინტერესო გაკვეთილები რას მოგცემთ ნონა სინამდვილეში რა გინდათ? ანუ თუ კი უფრო საინტერესო გაკვეთილები იქნება, რა მოხდება? ანუ თქვენი მოსწავლეები თქვენ რა დაგემართებათ, ასე ვთქვათ. აი ესიც რომ ვთქვათ, ანალოგიურ პასუხს დავწერდი, მინდა სიახლეს შევიტანო სწავლებაში. სიახლებს რომ შეიტანთ, ნათია მერე რა მოხდება? სინამდვილეში რა გინდათ? ანუ სიახლეები შევიტანე და რა მერე? აი ამ გაკვეთილი უნდა წარმოიდგინოთ, უფრო უნდა დაკონკრეტდეთ და უფრო კარგად დაინახოთ, ესე იგი ეს სიახლეები რისთვის გინდათ. სინამდვილეში სიახლეები კი არ გინდათ, სინამდვილეში გინდათ, რომ თქვენი გაკვეთილები გახდეს შედეგიანი. შედეგიანი გახდეს. თქვენ კი გახდეთ მოთხოვნადი.
აი ამას უკავშირდება სინამდვილეში და თუ თქვენი გაკვეთილები იქნება შედეგიანი და თქვენ გახდებით მოთხოვნადი, მაშინ გამოდის რომ თქვენ საბოლოოდ ხომ რომ მივიდეთ იქამდე, გამოდის რომ თქვენი მოთხოვნადობა პარალელური იქნება თქვენი შემოსავლის ზრდასთან და სინამდვილეში მოსწავლეები და სამსახურიც იმისთვის გვჭირდება, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი შემოსავალი გაიზარდოს და ამ გაზრდილი შემოსავლით მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ. და ვფიქრობ, რომ აი ეს სიახლეების შეძენა და შემდეგ მისი დანერგვა და სწავლა ამას უნდა უკავშირდებოდეს საბოლოოდ. ახლა კიდევ წავიკითხავ სხვების კომენტარებსაც, ძალიან საინტერესო არის. დიდი მადლობა ასეთი ინტერაქციისთვის. პირველ რიგში მოსწავლეებისთვის მინდა იყოს მეტად საინტერესო. დიახ, მაგრამ მე რა რომ მოსწავლეები საინტერესო იქნება. აი თქვენ მაინც უფრო იმ ბოლო წერტილზე უნდა იფიქროთ და რატომ არის საჭირო ბოლო წერტილზე ფიქრი? თუ მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება, ესე იგი ჩართულები იქნებიან მოსწავლეები, კონცენტრირებულები იქნებიან და თუ მოსწავლეები ჩართულები და კონცენტრირებულები იქნებიან, ესე იგი კარგად ისწავლიან, კარგი შედეგი ექნებათ და ესე იგი ყველა იტყვის, რომ თქვენ სახელი აწერია, მაგრამ პირობითად ვიტყვი, ჯული რა მაგარი მასწავლებელია და ყველა მოვა ჯულისთან სასწავლებლად, მაგალითად. და აი ამას უკავშირდება საბოლოო წერტილს. ანუ ის რაც თქვენ დაწერეთ, ეს ზედაპირზე ჩანს, მაგრამ სიღრმისეულად მაგას უკავშირდება. და თუ თქვენ გაცნობიერებთ, რომ მაგას უკავშირდება თქვენი სურვილი ამ ტრენინგზე დასწრების, ან სხვა ტრენინგზე, ან რაიმე სწავლის, ეგ უკვე ფუნდამენტურად სწრის მოტივაციას და დისციპლინისკენ გიბიძგებთ, ანუ გინდათ არ გინდათ, თქვენს თავს ეუბნებთ, რომ მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს უკავშირდება არა იმას, რომ მოსწავლე რა კარგ გაკვეთილს ჩაუტარეთ, მერე რო ჩაუტარეთ კარგი გაკვეთილი. კი, ყველა იმ გაკვეთილზე ბედნიერია და კმაყოფილია, მაგრამ ჩვენაც დასრულები ვართ და არ შეიძლება რომ თავი მოვიტყოთ, ასე მგონია მე ჩემი პირადი აზრია და სინამდვილეში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს ყველაფერი გვჭირდება შედეგისთვის. მოსწავლეს სჭირდება შედეგი და ვაძლევთ იმ შედეგს და ამ მიცემული შედეგით ჩვენ ხდებით მოთხოვნადი და თუ მოთხოვნადი ხდებით, ჩვენ ესე იგი ფინანსური მდგომარეობა იცვლება, თუ კერძო მოსწავლეებზეა საუბარი, კერძო მოსწავლეებზე ვსაუბრობ ძირითადად ონლაინ სწავლებისას, თავიდანვე არ მიხსენებია, სკოლაშიც შესაძლებელია, თუ კი კერძო სკოლაში ხართ ხელფასის მატება ამ მხრივ, თუ თქვენ მოთხოვნადი ხართ და კლასი გითხოვთ და მშობლები თქვენზე საუბრობენ, მაშინ თქვენ ხართ მოთხოვნადი და იქაც შესაძლებელია ისევ ბოლოს ფინანსურს დასუკავშირდებოდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო მეტად კერძო გაკვეთილებს გულისხმობ. დიახ, ჯულის პასუხსაც წავიწყებ, მაქვს მოთხოვნა და მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. რომ მოსწავლეები ავიყვანო. ეს ის კონკრეტულია ჯული, ანუ თქვენ უკვე მანამდე გიჭერთ აყვანა. ესე იგი, შიშის გრძნობა გაქვთ, რომ აიყვანოთ მოსწავლეები. ამიტომ სურს ნაწილობრივ მზად ვიყო იმ შემთხვევებში, როცა შევძლებ ონლაინ გაკვეთილების ჩატარებასო. დიახ, ეს რაც თქვენ დაწერეთ, თქვენ ვიცი რომ უკვე დარეგისტრირებული ხართ და ნამდვილად ამაში დაგეხმარებათ, რომ გაბედოთ და ონლაინ გაკვეთილი ჩაატაროთ. ისე უნდა შექმნათ მასალები და გაამზადოთ, რომ თქვენი ჩართულობა აღარ იყოს საჭირო და თითქმის გაკვეთილი თავისით წარიმართოს. ჩემს გაკვეთილებზე მე თითქმის ჩუმად ვარ. ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე თითქმის ჩუმად ვარ. ანუ იმდენად გამზადებულია მასალები, რომ მოსწავლე იმ მასალებს თვითონ გადის გაკვეთილზე. მე მარტო ვხსნი, ვუთითებ, მოკლე ინსტრუქციებს ვაძლევ, კითხვებს შემთხვევაში პასუხობ და დანარჩენს ის აკეთებს. ამიტომ ამის შესაძლებლობასაც იძლევა ეს ონლაინ სწავლება. თუმცა ადგილზე სწავლება ასეთი მარტივი არ არის. ადგილზე მაინც უფრო რთული არის. იმიტომ რომ ასე ყველაფერს ვერ გაამზადებ და წიგნში რაც წერია, წიგნი ცოტა სხვა მიმართულებით მიყავს ადამიანი და მოკლედ
უკეთესად შევძლო გაკვეთილების წარმართვა და მრავალფეროვნო ანაიძახის. მეტად საინტერესო ეფექტური იქნება გაკვეთილები, ეფექტური დიახ, ნამდვილად, რა თქმა უნდა, რაც უფრო საინტერესო იქნება, გაკვეთილის შედეგიც არ დააყოვნებს. ეს არის ძალიან შედეგი არის აქ მთავარი. მთავარი შედეგია. სინამდვილეში თქვენ წარმოიდგინეთ, ალბათ აქ ვინც ხართ, უმეტესობა სკოლის მოსწავლეებს ასწავლეთ და აბიტურიენტებს ასწავლეთ. ანუ ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის მოსწავლეებიც გყავთ, შეიძლება დასრულებიც გყავთ, მაგრამ ახლა დასრულების გვერდით გადავდებ და მოდით ვთქვათ, წარმოვიდგინოთ სკოლის მოსწავლეები და წარმოვიდგინოთ აბიტურიენტები. და აბიტურიენტის მშობელს ეუბნებით, რომ ჩემი გაკვეთილები ძალიან საინტერესო არისო. და ჩემი გაკვეთილები, ესე იგი, როგორ გითხრათ, საინტერესო და ეფექტურიო. ანუ ეს აინტერესებს, როგორი საინტერესო გაკვეთილები გაქვთ, მას არ აინტერესებს, ვინც ფულს იხდის, პირდაპირ რომ თქვა. მას აინტერესებს, თუ ეტყვით, რომ ჩემი გაკვეთილების შედეგად თქვენი შვილი ახლა არის მაგალითად პირობითად ვამბობ, რომ ვაწერინე ტესტი, აბიტურიენტის ტესტი 20 ქულაზე, ხოლო ჩემი გაკვეთილების შედეგად თქვენი შვილი ავა პირობითად ვამბობ მინიმუმ 40 ქულაზე. მინიმუმ 40 ქულაზე. ანუ მასწავლებელი მაინც უნდა ხედავდეს უკვე არსებული თუ მოსწავლეს გაესაუბრან 1-2 გაკვეთილი ჩაუტარა, პოტენციალს დაახლოებით სადამდე შეიძლება მიიყვანო მინიმუმ. აი ეს აინტერესებს. ან მაგალითად, რაც არ უნდა მოხდეს, გარანტიას გაძლევთ, რომ ამ შემთხვევაში აბიტურიენტების ზღვარი იმდენად დაბალია, რომ თუ წერა-კითხვა იცის და ოდნავ მაინც რაღაც გაუკეთებია, ფიქრობ იმ ზღვარის გადალახვა შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია მე, როდესაც ემზადება მოსწავლე თქვენთან, რა ქულის დადება უნდა. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის რო ჩაიჭრას, თუ ვინმესთან მოსწავლე ემზადება, მასწავლებელმა მართლაც უნდა იყოს პასუხისგებლობა, რადგან თანხას იხდის, რომ ნამდვილად არ ჩაიჭრება ის მოსწავლე. და მშობელს რა უფრო აინტერესებს, როდესაც ასეთი მდგომარეობა აქვს მოსწავლეს, რა საინტერესო გაკვეთილებს ჩაუტარებთ, თქვენ ხომ არ იცით, ანუ აღფრთოვანდება ბავშვი, თუ ჩემი ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ თქვენი შვილი ჩააბარებს მინიმუმ, თქვათ 30 ქულაზე და ნამდვილად არ ჩაიჭრება, რადგანაც ბარიერი არის რაღაც n ქულა. და თუ კი ძალიან კარგი მოსწავლეა და ისედაც უკვე ტესტში 50 ქულას იღებს, თქვენ ალბათ მასწავლებელი პირადად თქვენ არ გულისხმობთ, პირობითად ვამბობ, მასწავლებელი ეუბნება, რომ თქვენი შვილი გახდება, თქვათ, გრანტის კანდიდატია, რადგანაც ჩემი ხედვით 50 ქულაზე მეც აიღებს, თქვენ იცით ეს, რომ თუ ახლა 50-ზე დაწერა, მე რომ ერთი წელი ვამიცადინებ, ნამდვილად მინიმუმ 10 ქულით მეტი უნდა იყოს და ამიტომ ვეუბნები, რომ ზღვარი არის 50 ქულა, 50 ქულაზე მეც დაწერს. აი ეს უკვე სულ სხვა საკითხი არის, ეს უკვე ასეთი საუბარი მარტო იმ აბიტურიენტის მშობელს კი არა, სხვა აბიტურიენტებსაც მოგეყვანთ, ან სხვა მოსწავლეებსაც. იგივეა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. მაგალითად, ბავშვს უჭირს კითხვა. და ორი მასწავლებელი წარმოიდგინეთ. ერთი ეუბნება, თქვენი შვილი ჩემთან ძალიან საინტერესო გაკვეთილებს მიიღებს. საინტერესო უნდა იყოს გაკვეთილი თავისთავად, მაგრამ ეგ მასწავლებლისთვისა, ამის თქმას ვცდილობ მე და არა სხვისთვის. ერთი ბავშვს წერა-კითხვა უჭირს, ვერ კითხულობს, არადა მაგალითად მეორე კლასია და უკვე მეორე სემესტრია და მისი კლასელები კითხულობენ და მოიყვანა თქვენთან ან ონლაინ ან ადგილზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს და თქვენში გულისხმობ ზოგადად მასწავლებელს კიდევ ერთხელ ვიტყვი და ჩვენ ვეუბნებით, რომ იცით, ძალიან საინტერესო და სახალისო, კიდე სახალისოს ამბობენ ხოლმე მასწავლებლები. სახალისო გაკვეთილებია ჩვენთან. განსაკუთრებით კიდევ დასრულების კურსს რომ აცხადებენ, ონლაინ რომ წერია ხოლმე რეკლამები. გთავაზობთ საინტერესო და სახალისო თანამედროვე მეთოდებით გაკვეთილს. ეს არაფერს ამბობს იმ ადამიანზე, ვისაც თავაზობთ და ამიტომაც დიდი ალბათობა, რომ თქვენთან ნაკლებად მოვლენ, თქვენთან ვამბობ იმასთან, ვინც ასე აცხადებს. ანუ უნდა იყოს, რომ თუ თქვენ შვილს წერა-კითხვა უჭირს და მოხვალთ, ჩემთან სამ გაკვეთილში უკვე კითხვას დაიწყებს, ხოლო 2 თვეში, ანუ მინიმუმ 16 გაკვეთილში გამართულად წაიკითხავს ინგლისურად, რაც მის ასაკის ან კლასის ფარგლებშია შესაძლებელი. ანუ
ორი მასწავლებელი, რომელიც ეუბნება ჩემი გაკვეთილები მშობელს ხო გასაუბრებას მოდის, ანუ ბავშვს კი რეკომენდაციით მოყავთ ხოლმე ძირითადად, მაგრამ თუ კი თქვენი ლექსიკა და თქვენი საუბარი იქნება ასეთი, რომ თუ თქვენ შვილს წერა-კითხვა უჭერს, თქვენი შვილი ორ თვეში, ან თუნდაც ერთ თვეში უკვე დაიწყებს კითხვას და ორ თვეში უკვე აღარ გაუჭერდება არაფერი, ეს უკვე სულ სხვა რამეა, ვიდრე უთხრათ, რომ ჩემთან ისეთი საინტერესო და სახალისო გაკვეთილებია, თქვენი შვილი ან თქვენც აღფრთოვანებული დარჩებით. არც ერთია ცუდი, მე არ ვამბობ ერთი ცუდი, ერთი კარგი, უბრალოდ ვამბობ, ერთ სულ სხვა ეფექტი აქვს და მეორე სულ სხვა. ერთი იმ ადამიანს, ვინც თქვენთან მოვიდა პრობლემაზე ესაუბრებით და გადაჭრის გზას სთავაზობთ და ის დიდი ალბათობით თქვენთან დიდხანს ატარებს თავის შვილს, ხოლო მეორე კი თქვენს თავზე ამბობთ, რომ მე ვატარებ საინტერესო გაკვეთილებს და თუ თქვენს თავზე ლაპარაკობთ, მაშინ მეორე მხარეს არ მოსწონს, რომ თქვენს თავზე ლაპარაკობთ, არ მოსწონს ბჭყალებში. ანუ არ შედეგიანს არ ხდის, ანუ მოკლედ ესეთი საუბარი თუ კი თქვენ შედეგია, რომ ეს აიყვანოთ მოსწავლედ. ეს რაც შეეხება, როდესაც ამბობთ, რომ მინდა საინტერესო გაკვეთილი და მინდა შედეგიანი უნდა იყოს, დიახ, და ამ ტერმინებთან დაკავშირებით რატომღაც ოდნავ გადავუხვიეთ თემას. რა თქმა უნდა, მეტად მოთხოვნადი გავხდეთ და შემოსავალი გაიზარდოსო, ძალიან კარგია. ესე იგი, შემდეგია მე თვითონ უკვე ვფიქრობ, ჩემი გაკვეთილები ძველმოდურია. ესე იგი, ნონა ამბობს, ანუ რატომღაც მიწერს, რომ ინტერნეტი სუსტიაო და თუ ისმის ჩემი ხმა, რომ დამიწეროთ, ხომ არ ფერხდება ჩემი საუბარი. კარგად ისმის თქვენ. კარგით. ხო, რა ორჯერ მე მგონი გადყდა და კარგით. ამერად ფერხდება. კარგით, თუ შეფერხდა რომ დამიწეროთ ხოლმე, ახლა მე მგონი გამოსწორე. კარგით. ესე იგი, გაკვეთილები ძველმოდურია, მოსწავლებისთვის უფრო საინტერესო და მარტივად ასათვისებელი იქნება ონლაინ რესურსების გამოყენებით. დიახ, ესეც კარგი მიზანია, გაკვეთილებიც მეტად შედეგიანი იქნება. შედეგიანი ეს უმთავრესია, გარდა იმისა, საქმე გაგვიმარტივდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ნათია, დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქმის გამარტივება. პირველ რიგში ეს ხელოვნური ინტელექტი მასწავლებელს საქმეს უნდა უმარტივებდეს და არ უნდა უფერხებდეს. ასეა ნამდვილად. და შედეგზე ორიენტირება. კარგით. მოკლედ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ამასთან დაკავშირებით ესე იგი, მინდოდა მესაუბრა და კიდევ ერთი რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მაინტერესებს, მანამდე თუ სადმე ტრენინგზე ყოფნა ან რაიმე მსგავსი კურსი და თუ გამოგივდათ რაიმე თუ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა. ანუ რაც მანამდე სადეთ, რატომ არ იმუშავა. თუ გიცდიათ და თუ არ გიცდიათ, ესიც პასუხია არ მეცდი არაფერი. აი თქვათ ჩაატარეთ გაკვეთილი და არ გამოვიდა. ჩაატარეთ გაკვეთილი კიდევ არ გამოვიდა და ფიქრობთ, რომ ღმერთო ეს რა ტანჯვაში ვარ, რატომ ავიყვანე ეს მოსწავლე. ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ტრენინგს პირველად ვესწრებიო, ნათი ამბობს. არ მიცდიაო, ჯული ამბობს, ესე იგი თქვენ პირველად ხართ და შესაბამისად არც გამოცდილება არ გაქვთ, რომ რაღაცას შეადაროთ. თქვათ ეს იქ რომ არ გამომივიდა, იქ რომ ვისწავლე და ვერ გავაკეთე, ახლა იქნება აქ გავიგო უბრალოდ, რომ დავაკონკრეტოთ და ამ დავაკონკრეტებით მე გავიგებ უფრო მეტად რაზე გავამახვილო ყურადღება. კარგით, ალბათ სხვებს ჩაუტარებიათ და ან ისინიც პირველად არიან, რადგანაც სხვა მეტ კომენტარს ვერ ვხედავ. და ერთი კითხვაც მექნება და ეს კითხვები აქ დასრულდება. არ მაქვს ონლაინ სწავლების გამოცდილება, ახლა ვაპირებ ამ ნაბიჯის გადადგმასო, ჯული ამბობს, ძალიან კარგი ჯული, ვატარებდი, მაგრამ შევწყვეტეო, აი ნახეთ, ეს ძალიან საინტერესოა, თქვენ სახელი არ გაწერიათ, უბრალოდ Samsung-ით რომ ხართ შემოსული, მაგას წერს და თქვენ სახელი რომ მითხრათ, ვატარებდი, მაგრამ შევწყვეტეო.
რა საინტერესო არის, ან რომ ჩართოთ მიკროფონი და რომ გაგვიზიაროთ მაკა რომ გაგვიზიაროთ რატომ შეწყვეტეთ. თუ ჩართავთ მიკროფონს და იტყვით კარგი იქნება, თუ არა და მაშინ აქ დაწერეთ, როგორც გირჩევნიათ მაკა. მოგესალმებით ყველას. საღამოშიდობისა. რაც შეეხება ტრენინგს, ანუ და ყვაყოფილი ვარ უკვე თქვენი საუბრიდან გამომდინარე და რაც შეეხება ჩემს ჩატარებულ გაკვეთილებს, ანუ ამ ინტერნეტით, ანუ იყო, ანუ მე თვითონ არ ვიყავი გაკვეთილის ბოლოს ყვაყოფილი. ანუ ძალიან ბევრი შეფერხება მქონდა იქ, ანუ ძებნა მიწევდა ძალიან ბევრი, აი რა სად მქონდა, მე იმ რაღაც დაუშვათ ტექსტი იყო თუ რა იყო იმის მიწოდებაში დრო მეკარგებოდა, მოკლედ აი ძალიან წვალობდი მოკლედ და მე თვითონაც შევწყვეტე რომ იმიტომ არ ვიყავი ყვაყოფილი ამის გამო. მიუხედავად იმისა, ანუ ერთი თვე გაგრძელდა მაინც ამასაც ვიტყვი, მაგრამ მიუხედავად ამისა თითქოს მაინც შედეგზე გავედი, მიუხედავად ამ ჩემი რაღაც წვალების ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც მქონდა, მაგრამ მე თვითონ არ ვიყავი ყვაყოფილი ამ დროის კარგვით, ანუ ძალიან ბევრი დრო მეკარგებოდა მოკლედ, რო ვთქვა, ამ ყველაფერში და ამიტომ შევწყვიტე და ამიტომ ვარ თქვენთან ახლა და იმედი მაქვს ბოლომდე გამოყვებით. ძალიან კარგი მაკა მიხარია რომ აქ ხართ და ნათი ამბობს რომ შემოხვედრია ონლაინ ტრენინგის, ანუ შესაბამისად სხვაგან ვერ მიიღებდით ამ ინფორმაციას, ასე გამოდის. დიახ. მადლობთ. გმადლობთ მაკა, თქვენც დიდი მადლობა ჩართვისთვის. ესე იგი, თქვენ ახსენეთ, რომ მე ვარ უკმაყოფილების გრძნობა მქონდაო, იმ მხრივ, რომ ძალიან ვიღლებოდიო და მეორეც ალბათ შეიძლება შედეგსაც ისეც ვერ ხედავდით, როგორც წარმოგედგინათ და ამიტომაც იღლებოდით და კიდევ ერთ-ერთი საკითხი არის მასალების დიახ ძებნა და როგორ უნდა გააკეთოთ სისტემატიზირებული ისე ეს მასალები, ზუსტად ამის სწავლებას ვაპირებ ამ ერთი თვის განმავლობაში თუ დარჩებით ამ ტრენინგზე, სისტემური რად როგორ უნდა გააკეთოთ, რომ ეს მასალები სულ არ ეძებოთ. დიახ, რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დამატებთ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეავსებთ, ან შესაძლოა ის რაც გამზადებული გაქვთ, ვიღაც უცებ ისეთი მოვიდეს, რომ მას კიდევ ცალკე გაუმზადოთ გაკვეთილი და მასალა, მაგრამ საერთო ჯამში უნდა გქონდეთ რაღაც გარკვეული ბიბლიოთეკასავით, ასე ვთქვათ, გაკვეთილების, რითაც ისარგებლეთ მუდმივად. დიახ, და შემდეგი ახლა გაგიზიარებთ. დიახ, შემდეგ გაკვეთილს, შემდეგ ნაწილს ტრენინგის. ესე იგი, მაინც ონლაინ თუ სწავლება თუ გადაწყვეტეთ და თუ ასწავლით, არ ვიცი, თქვენ შესაძლოა სკოლის მოსწავლეებს ასწავლით, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ აგერჩიათ ერთი აი ზუსტად ვიღლებოდიო რომ თქვით თქვენ მაკა, ხომ ძალიან ბევრი ამბობს ამას, რომ ონლაინ სწავლებას იმიტომ ანებებს თავს, რომ იღლება და ერთ-ერთი პირველი მიზეზი დაღლის არის ის, რომ თქვენ სხვადასხვა თუ რამ ბევრი მოსწავლე ყავთ, თქვენ ირჩევთ ყველას იყვანთ, ასე ვთქვათ. ანუ სხვადასხვა მოსწავლეების გაქვთ, ესე იგი, შეკრული ის თქვენი სასწავლო ცხრილი. ზოგი არის მეორე კლასელი, თქვენ არა პირადად, მაგრამ აი დაღლის მიზეზს ხსნი, თქვათ, მასწავლებელს ყავს ზოგი მესამე კლასელი, ზოგი მეხუთე კლასელი, ზოგი მერვე კლასელი, ყავს აბიტურიენტი, ასევე ვიღაც გამოეხმაურა სასაუბრო ინგლისური უნდა დასრულია და რატომაც არა ესეც ხომ შემოსავალია, მასაც აიყვანს ზოგი დასრულიც ყავს და ამდენნაირი, როდესაც არის თქვენი სპექტრი მოსწავლეების, ხომ მასწავლებლის წიგნებით სწავლების დროსაც რთულ
რთულია, მაგრამ განსაკუთრებით თუ ონლაინ ასწავლეთ და ასე თქვენ თვითონ უნდა გაუმზადოთ რესურსები და გაკვეთილი ასე ჩაატაროთ რესურსებით გამზადებული, აი ამ შემთხვევაში მაშინ მართლაც რომ ძალიან რთული არის ესე იგი ამდენი რამე აკეთო და ეს საბოლოოდ ნამდვილად გამოიწვევს მასწავლებლის გადაწვას. ამიტომაც მე გირჩევთ რომ თქვენ რაღაცნაირად თუ კი ონლაინ სწავლების მხრივ გადახვალთ, თქვენი სამიზნე აუდიტორია აირჩიოთ და მეტნაკლებად გაფილტროთ თქვენი მოსწავლეები. მაგალითად, მხოლოდ დაწყებითებს ასწავლოთ და არ აიყვანოთ აბიტურიენტები. ან მხოლოდ აბიტურიენტები აიყვანოთ და ზედა კლასის მოსწავლეები, რადგან ისინი ძმალი აბიტურიენტები გახდებიან. ან აბიტურიენტები და დასრულები ყავდეთ. როდესაც დიდი სხვაობა არის, თუნდაც ასაკობრივი სხვაობა, მაშინ ამ სხვაობაში ძალიან ბევრად მწვალობს მასწავლებელი. და აი ეს რომ გაითვალისწინოთ. ასეთი მეთოდებით გაკვეთილის ჩატარების დიდი ინტერესი მაქვს. თქვენ მოპოვოს თქვენმა პოსტმა შემსმენთ ესე იგი მიქცია ყურადღება ასაც შემოხვედრია ეს მანამდე იყო დიახ მანამდე იყო ასეთი მეთოდით გაკვეთილის ჩატარების დიდი ინტერესი მაქვს. მე ვატარებ ონლაინ გაკვეთილს ერთ მოსწავლესთან მესენჯერის საშუალებით. ფოტოების სახით ვუგზავნი მასალას და დავალებებით ფოტოების სახით მიგზავნის და საუბრობთ ვიდეოს საშუალებით. მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება ასეთი გაკვეთილი არ იქნება შედეგიანი. ეს მთლად ონლაინ სწავლება არ არის. ეს უბრალოდ არის მე მგონია, რომ გაკვეთილის დრო გავიდეს და რაღაც გქონდეთ მომზადებული, რომ ესე იგი ჩაუტაროთ გაკვეთილი. ესე იგი თქვენ ნათია ხომ ნათია თქვენ ალბათ მითხარით რომ პირველად გესწრებით რომ მე მგონი. ამიტომაც თუ კი თქვენ ასე Zoom-ს არ იყენებთ, მაშინ თქვენი ონლაინ სწავლება ეს შესაძლებელია, მოდი ასე ვიტყვი. შესაძლებელია ერთ მოსწავლესთან ასე გაძლოთ, მაგრამ თუ 10 მოსწავლე გეყოლებათ ონლაინ 10-ვეს ასე გაკვეთილს, არ ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენ რომ როგორ ჩაუტარებთ ასევე გაკვეთილს. აი ასეთი დარეკვით მაგალითად მესენჯერში ვურეკავთ მე მოსწავლეს. ასეთი დარეკვით შეიძლება ჩაატაროთ გაკვეთილი, იცით როგორ წიგნებით ჩაატაროთ გაკვეთილი. ანუ მოსწავლესაც ედოს ის წიგნი იქით ამხარეს და თქვენს გედოთ წიგნი აქეთ მხარეს. თუ ასე ატარებთ გაკვეთილს, მაშინ ჩემი რჩევა იქნება რომ რაიმე სახელმძღვანელო აიღოთ და ფოტოები არ უგზავნოთ. შესაძლოა აღებულიც გაქვთ, არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ვურჩევდი მასწავლებელს რომ მაშინ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, თუ სხვანაირად ვერ უმზადებთ გაკვეთილებს, მაშინ ამ რესურსების გამოყენებაზე ან უნდა შეამციროთ, ანუ არ უნდა თქვათ, მეორე მხარესაც ერთი სახელმძღვანელო აიღოთ, იქით ამ მხარესაც ეს სახელმძღვანელო ჰქონდეს, აქეთ მხარესაც სახელმძღვანელო გედოთ. და თქვენ ასე ვიდეოს არის საშუალებით, წიგნიდან აუხსნათ, გაიგოს, შემდეგ თქვენ ესე იგი ზეპირად შეუმოწმოთ, ან მე გამოგიგზავნოთ ფოტოთი, როგორც თქვენ თქვით და უკავშირი დაუბრუნოთ. ასე უფრო ადვილი იქნება, ვიდრე სასწავლო მასალის ფოტოებით უგზავნოთ, სასწავლო მასალებიც ვერ წარმომიდგენია, ამიტომაც რა თქმა უნდა, თუ ონლაინ ასწავლით, ანაპირებთ რომ ასწავლოთ, ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარება ჯობია. ესე იგი, ანუ ასეთი რომ გქონდეთ გამზადებული სლაიდები. პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ სწავლების დროს, როდესაც დამწყები ხართ, არ გისწავლებიათ, ან ასწავლეთ, მაგრამ აი ასე ასწავლეთ, როგორც ახლა ნათიამ გაგვიზიარა, პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, უნდა გადმოწეროთ Zoom-ი, აი როგორც აქ შემოხვედით, ზუსტად და მე როგორც გამოგიგზავნეთ თქვენ ბმული, თქვენც უნდა გაუგზავნოთ თქვენს მოსწავლეს ბმული. ეს ბმული უნდა შექმნათ და ძალიან მარტივია ამ ბმულის შექმნა, თუ Zoom-ი გაქვთ გადმოწერილი, თუ არიცით ამ ბმულის შექმნა YouTube-ში ქართულადაც რომ ჩაწეროთ, არის რამდენიმე ვიდეო, სადაც მარტივად ასწავლიან ამ ბმულის შექმნას
და ბმულის შექმნის შემდეგ, როდესაც მოსწავლე დაგიკავშირდებათ, უნდა გაუგზავნოთ ეს ბმული და შემოიყვანოთ Zoom-ში. ოღონდ კიდევ ერთი ფაქტი, რომ თქვენ ონლაინ ასწავლეთ, არის ის ფაქტი არა მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა თავისი მხრიდან გაკვეთილი კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით. თუ ონლაინ სწავლება გადაწყვეტეთ, მაშინ ლეპტოპიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ან კომპიუტერი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მქონია შემთხვევა წინა ნაკადებში, რომ უთქვამთ, რომ მხოლოდ ტელეფონით მაქვს და შესაძლებელი ლეპტოპი ან გაუფუჭდა ადამიანს, ან შეიძლება არ ქონდა მანამდე აუცილებლობა და არ ყიდულობდა, იმიტომ რომ სამსახურში, სკოლაში, სადაც ატარებს იქ ისედაც არის კომპიუტერები და ლეპტოპი. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვამბობ, რომ თუ თქვენ ონლაინ სწავლება გადაწყვეტეთ და გინდათ, რომ ონლაინ მასწავლებელი გახდეთ, მაშინ ლეპტოპთან უნდა დამეგობრდეთ. ასევე Zoom-თან უნდა დამეგობრდეთ, Zoom-ის ბმული უნდა გაუგზავნოთ მოსწავლე უნდა შემოიყვანოთ თქვენს ლეპტოპში, ასე უნდა გაუზიაროთ ეკრანი და ეკრანის გაზიარების დროს შეგიძლიათ გააზიაროთ წიგნის PDF ვერსია, ან PDF ვერსია, შეგიძლიათ გააზიაროთ და წიგნი გქონდეთ ეკრანზე და მასაც წიგნი გქონდეს და ასევე Zoom-ს აქვს დაფა და ის დაფა გააზიაროთ. სანამ გავაზიარებდი დაფასაც მთავაზობს, თქვენც დაინახავთ პირდაპირ ხედავთ, რომ დაფას გთავაზობთ. მაგრამ მე დაფებს გაკვეთილზე საერთოდ არ ვიყენებ, არანაირ დაფას არ ვიყენებ გაკვეთილზე, უბრალოდ ერთი მიზეზის გამო, რომ დაფაზე ასე ბეჭდით წერა გაკვეთილს და გაკვეთილზე ძალიან დიდ დროს მართმევდა თავიდან. და მე გადავწყვეტე, რომ ყველაფერი წინასწარ დამეწერა გაკვეთილისთვის, ოღონდ დამეწერა გაკვეთილისთვის ისე, რომ მქონოდა გამზადებული. ეხლა ეს რასაც აი აქ ხედავთ, ესენი ბოლოს მომზადებული გაკვეთილებია, მაგრამ სულ თავიდან რომ ვიწყებდი, სულ თავიდან იმ გაკვეთილებს გაჩვენებთ, მარტივად ვაკეთებდი ამ სავარჯიშოებს და უბრალოდ შემდეგ ამ ყველაფერს აი ასე დრაივში ვაგროვებდი. და როდესაც მე ვინმე მოსწავლე მოვიდოდა და მსგავსი რაღაც უნდოდა, პირდაპირ ვხსნიდი და იქიდან ვასწავლიდი. არ ვიცი, აი მაგალითისთვის ეს გრამატიკული საკითხებია, მაგალითად პირობ წინადადებას ჩავწერ. აი, ახლა დაიწერა. დიახ, ანუ აი აქ სლაიდების საშუალებით გაკეთებული მაქვს ახლა მაგალითად პირობით წინადადებები და როცა წარმოიქმნება საშუალება, რომ საჭიროება, რომ ეს პირობით წინადადებები გავაცნო და ვასწავლო, მე დაფაზე აღარაფერს არ ვწერ. ანუ ახლა ეს მე რომ კლასში ვატარებდი და დაფასთან ვიდგე, ამ ყველაფერს დაფაზე ჩამოვწერდი. და ონლაინ სწავლების უპირატესობა არის კიდევ ის, რომ ამას ერთხელ რომ გამზადებთ, დაფას წავშლი, მე კიდე წავალ ხვალ გაკვეთილზე, კიდევ თავიდან ჩამოვწერ და ასე შემდეგ. ის არ შემენახება იქ რეალურ კლასში. ასევე აქაც კი აქვს ამ დაფებს შენახვის ფუნქცია, მაგრამ მაინც ყველას ჯობია ეს გამზადებული გქონდეთ თქვენთვის. და როდესაც მე უბრალოდ გავხსნი, აღარ ვწერ და ვსაუბრობ, განვიხილავ. შემდეგ წესსაც ვაჩვენებ, ამასაც განვიხილავ. შემდეგ რა წესიც იყო, იმაზე წინადადებები მაქვს. მაგალითად, თქო, ამას დავწერდი ალბათ დაფაზე, მაგრამ ახლა აღარ ვწერ. პირდაპირ მიწერია და მარტო სლაიდები გადამყავს. შემდეგ ის ქართულადაც მიწერია და ის რაც იქ ნახეს ინგლისურად, ამას მაგალითად ქართულიდან თარგმნიან პირიქით. ასე ვავარჯიშებ წინადადებებში, თარგმანს ვიყენებ აქტიურად. შემდეგ მოდის first condition, პირველი ტიპის პირობითი, ამას ვხსნი. ის რაც აქ მიწერია თეორიაში, შემიძლია წავიკითხო მაგალითად, ანუ წინასწარ მაქვს მომზადებული. თუ მეშინია რომ რამე დამავიწყდება, ან გამორჩება, უბრალოდ თავდგები და წავიკითხავ. მოსწავლე კითხვას თუ დამისვამს, ავუხსნი. შემდეგ სავარჯიშოებში გადავიყვან, ვავარჯიშებ, ზეპირად ვაკეთებინებ, თუმცა ახლა ამის გაკეთება წერითაც შემიძლია ვუთხრა, ხომ? დაასრულე წინადადებები, დაწერეთ როუში, ანუ რომელიც ახლა მე მედოს წინ რო უნდა ვწერდე. მაგრამ რადგანაც ონლაინ გაკვეთილია და დასრულებიანი და უფრო მეტად ზეპირი ვარჯიში სურთ, მე პირადად ახლა ამას ზეპირად ვაკეთებინებ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ
წერითაც გააკეთებინოთ მოსწავლეს. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რაც გააკეთებინებთ, მაგრამ აი ასე უბრალოდ რომ წინასწარ გამზადებული უნდა იყოს და ამას დრო ჭირდება, სანამ გამზადებთ, ნამდვილად ჭირდება დრო, მაგრამ ასეთ გაკვეთილს რომ გაამზადებთ, შემდეგ უნარი გამოგიმუშავდებათ და უკვე ამას ძალიან სწრაფად ამზადებთ, თუ ამაში ის ხელოვნური ინტელექტიც გვეხმარება. ეს ახლა ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული გაკვეთილი არ არის, ეს ხელით გაკეთებული გაკვეთილია, თუმცა მაგალითად აი ეს წინადადებები და სავარჯიშოები მოვძებნე Google-ში და ერთ-ერთ ვებგვერდზე, სადაც გრამატიკულ სავარჯიშოები იყო და პირდაპირ დავაკოპირე და ასე გადავანაწილე. ეს ვთქვათ, ავკრიფე, კი ხელით ავკრიფე, მაგრამ ერთხელ რომ ავკრიფე, ამან ჩამატარებინა უამრავი გაკვეთილი. ვერც კი დავითვლი რამდენი გაკვეთილი ჩამატარებინა. და როდესაც ასე გაქვთ გამზადებული, პირდაპირ შემოდიან და თქვენ ამას გამზადებულს აჩვენებთ და ესეთი მომზადებული და ორგანიზებული არის მასწავლებელი, რა თქმა უნდა, თქვენ რა ფასაც დააფასებთ, ისინი ვინც მოდის ხედავს თქვენს შრომას და თქვენს პროფესიონალიზმს, ამ მხრივ ფასზეც ახდენს ზეგავლენას, აი ასეთი მომზადება და ზუსტად ამის ასე თემატიკის მიხედვით კარგი იქნება თუ აი ვინც დარჩება ტრენინგზე და გააგრძელებს სწავლას ასეთ სლაიდების ან სხვა ტიპის სლაიდების მომზადება რომ ესე იგი მოკლედ ისწავლოს და გააკეთოს ან თვითონ როგორი ორი ვარიანტია ერთი ჩემ დავალებებს მიყვეთ და მეორე თქვენ თუ გყავთ უკვე მოსწავლე ან წარმოგიდგენიათ მოსწავლე ის გააკეთოთ და მე დაგეხმაროთ ამის სრულყოფაში. დიახ, ეს არის Gmail-ზე მიბმული Google Drive-ი. სულ ყველა ტრენინგზე ვაჩვენებ ამას და ვიძახი და არ დავიღლები, იმდენად მარტივი და საჭირო ინსტრუმენტია მასწავლებლისთვის. თუ თქვენ ამით არ სარგებლობთ და უბრალოდ რაღაც გაქვთ Drive და არის თავისთვის, ესიც ძალიან ბევრ დროს გართმევთ ამის არ სარგებლობა. იმიტომ რომ ამით სარგებლობა მე ძალიან დიდ დროს მიზუგავს, რადგანაც ასე ყველაფერი მაქვს როგორც კარადის უჯრებში ჩალაგებული, ასე ვთქვათ. და დიდი ალბათობით მოკლედ მქონდა მაგალითად ტრენინგი აწარმოე პორტფოლიო და რაიმე ის პორტფოლიო კი არ იყო, რომელსაც ვთქვათ მასწავლებლები აბარებდნენ კრედიტების მოსაგროვებლად, არამედ აი ასეთ პირადი პორტფოლიოს შექმნაში დავეხმარე მასწავლებლებს და ვუზიარებდი მოკლედ და ყველას ჰქონდა საბოლოო ჯამში ეს თავისი პორტფოლიო გაკეთებული, როდესაც გაიარეს ის ტრენინგი 3 ვიდეო ჩანაწერი იყო, თუ სწორად მახსოვს. დიახ, ახლა შემდეგი საკითხზე გადავალ, მანამდე თქვენ თან გამოვალ. ბოდიში, რა ღირს ერთთვიანი კურსი შემახსევროთ? დიახ, ეს ერთთვიანი კურსი ღირს 100 ლარი. ფასი არ მithქვამს. თუ თქვენ დარჩებით ამ კურსზე და გააგრძელებთ სწავლას, ეს ერთთვიანი კურსი ღირს 100 ლარი. დიახ. არაფერს. კარგით, ახლა გადავალ ხელოვნური ინტელექტის ნაწილში. უმეტესობამ თქვა აქ რომ არ ვიყენებო, მხოლოდ ერთი წევრი იყო, ვინც თქვა რომ ვიყენებო და ამიტომ ვფიქრობ რომ ეს თუ თქვენ არ დარჩებით ტრენინგზე და არ გააგრძელებთ, ბევრი მოვდა აქ, იმიტომ რომ ერთი სასარგებლო რესურსი მაინც წაიღოს ამ გაკვეთილით. ამ გაკვეთილს ვამბობ მიჩვეულობა ამ ტრენინგიდან. და ეს ხელოვნური ინტელექტი არის აი ეს ChatGPT. თუ იცით ეს ChatGPT, კარგია თუ არ იცით, მაგალითად ისა რა ქვია. ახლა გაჩვენებთ მოკლედ, აი ნახეთ. ესე იგი, თქვენ უბრალოდ Google-ის საძიებოში წერთ აი ამას, რასაც ახლა ხედავთ. ChatGPT. და სიმართლე გითხრათ, ზუსტად აღარც მახსოვს, როგორ დავრეგისტრირდი. შეგვიძლიათ მარტივი დარეგისტრირება აქვს, ან პირდაპირ გიხსნით. არის უფასო და ფასიანი ვერსიაც. უფასო საკმაოდ დიდი ლიმიტი აქვს და აქ გეკითხებას what can I help you with? ანუ რით დაგეხმაროთ. თქვენ აქ წერთ ნებისმიერ რამეს
დიახ, აპლიკაციაც შეგიძლიათ გქონდეთ, არ გამომიყენებია, უფასო ვერსია მაქვსო. კი, ეს ვიცი, დიახ, შესაძლოა იცით, მაგრამ ახლა რაში მჭირდება, რომ რაში გამოვიყენო? ესე იგი, მაგალითად, გაყვეთილი გაქვთ, რა ვიცი, ვთქვათ, გსურთ უბრალოდ რაიმე გაყვეთილის გეგმა შეადგენიოთ. თქვენ აქ პირდაპირ უნდა ჩაწეროთ მოთხოვნა. თუ თქვენ მოთხოვნას არ ჩაწერთ, ვერ გამოიყენებთ ვერასდროს. ანუ მოთხოვნა უნდა ჩაწეროთ. მაგალითად, მე ხვალ გაყვეთილი მაქვს. ვთქვათ, გაყვეთილი მაქვს, გავხსნი რომელიმე ტექსტს ან ვიდეოს. ერთი წამი. აი, აქ ამ თემატიკასთან დაკავშირებით ვთქვათ. ეს გაკვეთილი მაქვს და მაქვს უბრალოდ ერთი დიალოგი. ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება ეს იყოს სხვა რაღაც წყარო, შეიძლება წიგნი იყოს, შეიძლება იგივე თქვენი მოძიებული წყარო იყოს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ საკითხს ამას დავაკოპირებ, გადავალ აქ გადმოვიტან ისევ კოპირებას გავუკეთებ. და დავწერ, ვაიმე, რატო დავწერ? შემთხვევით დავაჭირე იმას, რა ქვია, enter-ს. და ვთქვათ, მივცე ბრძანებას ან თხოვნას can you write true, false, questions. True, false. Can you write true, false questions? Trilებში ჩავწერ, ვთქვათ, 5 კითხვა with answers. And please write შეიძლება დავწერო. და ამას იმ დიალოგიდან წერს, იმიტომ რომ წინასწარ ჩავუგდე. შეიძლება და სანამ ჩავუგდებდი, ეს აქ უნდა დამეწერა თავზე და უცებ გადახტა. და აი, გამზადებული მაქვს უკვე ამ ერთი მოცემული ტექსტის სავარჯიშო. ამ სავარჯიშოს ისევ დავაკოპირებ. გადავალ ამ სლაიდებში, როცა გაკვეთილს ვაწყობ, ასე ვთქვათ. და გადმოვაკოპირებ. ახლა ეს რა თქმა უნდა ესე არ მომწონს. ამას გავზრდი. პასუხები აქვე მიწერია და ამ პასუხებს წავშლი, იმიტომ რომ თუ მოსწავლეებს უნდა ვკითხო ეს ზეპირად. მაშინ პასუხები რა თქმა არ მინდა. ამიტომაც წავშლი პასუხებს და დამრჩება ეს წინადადებები. თუმცა პასუხები მექნება, რომლებიც საჭიროა რომ წინასწარ მქონდეს, რომ გაკვეთილზე მე არ დავიწყო ძებნა და არ გამიჭირდეს ისა რა ქვია მოძებნა. და დრო არ დავკარგო. ახლა იქ დიალოგი რადგან იყო და AB იყო, დავყვდით A wants to download the Tumblr app. თუმცა იქ კიდევ ბრძანებას მივცემ, რომ სახელები დაარქვითქო. და ესენი A-ები პირობითად დაწერა, რადგან იქ სხვა მეტი სახელი არ იყო. და ამიტომაც ესე იგი მექნება ეს სავარჯიშო. შემდეგ ამას რა თქმა უნდა გავაფორმებ, დავაწერ, რომ ესე იგი აირჩიეთ სწორი პასუხი ან choose the right answer or something like that. და მეორე სლაიდსაც გავაკეთებ. ოღონდ ამას წავშლი, იმიტომ რომ იგივე არ მინდა და ახლა მინდა მე პასუხები რომ მქონდეს მომდევნო სლაიდზე. ისევ ამ ჩატში გადავალ
და ეს პასუხები ამან აქვე დამიწერა, თუმცა შეიძლება უთხრა, რომ ცალკე დამიწერეო. კარგი, მაშინ ასე ვაკეთებ, უცებ დავაკოპირებ ისევ და წავშლი იმას, რა ქვია. ამ პასუხებიანს დავტოვებ. და მაგალითად ეს დიალოგი წავაკითხე ან როლებშიც წავაკითხე, მოვუსმინე, დავამუშავებინე და შემდეგ გამოვიყვანე ეს ესე იგი წინადადებები, true false წინადადებები, ინსტრუქცია ვუთხარი, ვკითხულობ წინადადებას ხმამაღლა, მოსწავლეს ვეკითხები, ის პასუხობს, განვიხილავთ true არის თუ false და თუ უცებ მე თვითონაც გავიჭედე, რომ აღარ მახსოვს true იყო თუ false ნეტავ როგორ იყო დიალოგში, ზუსტად არ მახსოვს და რაღაც დეტალი გამორჩა, მაშინ სლაიდს დავაწყაბებ და აი აქვე ისევ მაქვს. ანუ მეორე სლაიდზე მაქვს. იქვე მაქვს, რომ არ ვეძებო, არ ვიფიქრო, უხერხულობაში არ ჩავარდე. ასევე თუ მოსწავლე დიდხანს ფიქრობს და ვერ ამბობს, ან არასწორად ამბობს, ან უმეტესობა არასწორი თქვა, მეორე სლაიდზე გადმოვა, აქვე მაქვს კითხვაზე და კითხვა-პასუხები. მოკლედ, ამ ChatGPT-ს რა ბრძანებაც არ უნდა მისცეთ, რა ტექსტიც არ უნდა ჩააკოპიროთ, რა ტესტიც არ უნდა სთხოვოთ, რომ გაგიკეთოთ, ყველაფერს გაგიკეთებთ. მაგალითად, can you write A2 grammar test? Can you write A2 grammar test? ისე იყოს with answers. ისედაც უწერს პასუხებს, მაგრამ მე მაინც ვუთითებ და თქვათ A2 მოსწავლეები მყავს და მჭირდება ტესტი. უფრო კონკრეტული ვიქნებოდი, მაგალითად, თუ გავიარე არტიკლი, თუ გავიარე თვლადი და უთვლადი სახელები, მაშინ მივუთითებდი თვლადი და უთვლადი სახელების ტესტი დამწერეთ ხო. თუ გავიარე მაგალითად პირობითად ვამბობ თქვათ რა შეიძლება ტრანსპორტი, მაშინ ვეტყოდი რომ თვლადი და უთვლადი სახელების ტესტი შემიდგინე, ისე რომ გამოიყენო ტერმინები ტრანსპორტიდან და ახალ ლექსიკასაც რაც იქ გავიარე, იმასაც მივუთითებდი წინადადებები შედგინე ამ ლექსიკის გამოყენების. და ისიც ზუსტად გაითვალისწინებს, ჩემს ბრძანებას, რომ მე მჭირდება გაკვეთილზე, ესე იგი, ტესტი მჭირდება, ესე იგი, A2 დონისთვის, გავიარე გაკვეთილზე თვლადი და უთვლადი სახელები, ასევე გავიარე სამენი no, მაგალითად და გავიარე present simple. ვუთითებ, რომ დამიწეროს ტესტი present simple, სამენი no-ი და თვლადი და უთვლადი countable and uncountable nouns. ის ტესტი და გამოიყენოს წინადადებებში ტრანსპორტის ლექსიკა, კერძოდ და სადაც მაქვს მე გაკვეთილი ხო მაქვს სიტყვები. მაგალითად ახლა ამ გაკვეთილში თავში ძალიან ცოტა სიტყვა იყო, მაგრამ თქვათ მაქვს ეს გარკვეული სიტყვები. ამ ლექსიკასაც დავაკოპირებ და მივუთითებ ისე დაწერე წინადადებები, რომ ეს ლექსიკაც გამოიყენო. და ტესტი მექნება ზუსტად გაკვეთილის შესაბამისი. და რადგანაც ზუსტად იმას გამოვკითხავ, რაზეც წინა 4 გაკვეთილი ვავარჯიშე და ასე სწრაფად, ანუ ადევნებდით ალბათ თვალს რა წამის სისწრაფეში შეადგინა ეს ტესტი, ერთადერთი მე რაც დამრჩენია, ეს არის რომ დავაკოპირო. უბრალოდ მე ამას ნიმუშის სახით ვაკეთებ და როცა უკვე კონკრეტული გაკვეთილის მომზადებას დაიწყებთ და კონკრეტული საკითხი გექნებათ, პარალელურად თან დაგეხმარებით, როგორ გააკეთოთ ისე, რომ ეს ყველაფერი იყოს ზუსტი და დაემთხოს ყველაფერს. ამას დავაკოპირებ და ახლა ეს მაგალითად სლაიდებში არ ჩაჯდება, ამიტომ ასევე Google Drive-ში აქვს Google Doc, ანუ იგივე Word-ის ფაილი, Word-ს და PowerPoint-ს არ ვიყენებ, რადგანაც ეს იდეალური არის მარტივი და ადვილად სამართავია, ვიდრე გაგიკვირდებათ და ვიდრე Word-ი და PowerPoint-ი და აი აქ რო პლუს დააწვევით, აქვე არის Google Doc-ი, ამას გავხსნი, ტესტისთვის ამას გავხსნი. Client tests აქ ჩავაკოპირებ. თუ პასუხები არ მინდა წავშლი, თუ მოსწავლის ვერსია პასუხებს წავშლი, რა თქმა უნდა, თუ ჩემი ვერსია, მაშინ პასუხებსაც დავიტოვებ, რომ მქონდეს შესწორების დროს.
თუ მოსწავლის ვერსია, მაშინ პასუხებს ტავშლი. და ორ ვერსიას გავაკეთებ. ერთს გავაკეთებ for students და ერთს გავაკეთებ for teachers. შემდეგ თუ ადგილზე ვასწავლი, ამოვუბეჭდავ და ამობეჭდის ფუნქციაც აქვს, რა თქმა უნდა, ჩამოვტვირთავ და ამოვუბეჭდავ, download-ით შემიძლია Word-ის ფაილად ამოვუბეჭდო ან PDF დოკუმენტად ამოვუბეჭდო. თუ ეს არის, რა ქვია, თუ ონლაინ გაკვეთილს ვატარებ, მაშინ შემიძლია გავუგზავნო შეარღილაკით, შეარით გავუგზავნო, ან გავუგზავნო ბმულით მოსწავლეს. აი აქ გავუგზავნიდი ვიღაცებს. და შეასრულო. შემიძლია კვეთილზე გავხსნა და ასე ზეპირადაც გავაკეთებინო თუ ჩავთვლი საჭიროდ. ანუ უკვე მე ჩემს იმაზეა დამოკიდებული. რა ქვია, ჩემს გემოვნებაზე თუ ჩემზეა მოკლედ დამოკიდებული გაკვეთილზე გააჩნია რას ვაკეთებ. როდესაც ამას აკოპირებთ Word doc-ში, არ ვიცი Word-საც აქვს თუ არა ამ Google Docs-ში, მაშინ თავებადაც გიშლით. ახლა იქ რაც გამუქებული იყო და დაწერილი იყო part 1, part 2, part 3 and part 4, შესაბამისად სარჩელს გაძლევთ, შეგიძლიათ ამითაც მოკლედ ისე იაროთ, რომ არ აგერიოთ სად რა გქონდათ, შეგიძლიათ ასკროლოთ და შეგიძლიათ ასე პირდაპირ გადახვიდეთ იმ ნაწილებში. ამითაც მომწონს ეს მოკლედ დოკუმენტი, Google Doc-ი. ასევე კიდევ ერთი ძალიან კარგი რესურსი, ეს წინა ტრენინგზის გავაზიარე, მაგრამ ვინც აქ იყო, აქ ხართ წინა ტრენინგზე არ ვიყავით თქვენ თქვით და მოკლედ ვისთვისაც ახალია, მათ ვუზიარებ ამას. თუ თქვენ ასწავლით ზედადონეებს და გინდათ რომ ესე იგი ასწავლოთ სასაუბრო ინგლისური და ასწავლოთ ისეთი ლექსიკა, რომელიც ცოცხალ ინგლისურში გამოიყენება და განუვითაროთ საუბრისა და მოსმენის უნარი, ეს საიტიც არის იდეალური გაკვეთილების როგორც გასამრავალფეროვნებლად, ასევე კონკრეტული შედეგის მისაღებად. აქ არის ტელეს მოკლედ ფილმები, ნაწყვეტები, ასევე არის სერიალებიც და მაგალითად რომ აირჩევთ ერთ ფილმს, პირობითად იყოს ან მულტფილმს, აი ეს იყოს ნახეთ ერთ ფილმზე რამდენიმე გაკვეთილია. გაკვეთილები მოიცავს, აი ეს მაგალითად შეგიძლიათ პირდაპირ აქედან ასწავლოთ და აღარაფრის გაკეთება არა საჭირო. უბრალოდ ზედადონის უნდა იყოს მოსწავლე, რამდენადაც დაბალი დონე არ უნდა ეწეროს, მაინც უჭერთ ხოლმე და იქიდან გამომდინარე, რომ ავთენტური მასალებია, მაინც ჯობია ალბათ B1, B2 დონის მოსწავლეებთან გქონდეთ დიახ ესეთი გაკვეთილები. აქვე აყურებინებთ ვიდეოს. ვიდეოები არის მოკლე, ეხლა მაგალითად ეს 3 წუთი და 38 წამიანია, მოკლე და ვიდეოები არის, ესე იგი, დამუშავებული. დამუშავებული არის მოცემული გაქვთ ლექსიკა, აქვე გახსნით, შეგიძლიათ აქედან მისცეთ, შეგიძლიათ დააკოპიროთ და ისე Google Doc-ით გავუგზავნოთ ან Word-ის ფაილით თუ მაგით სარგებლოთ. შეგიძლიათ ესე იგი, აი კითხვები და ესიც აქვს პირდაპირ შედგენილი, ესიც ალბათ ხელოვნური ინტელექტითაა შედგენილი, მაგრამ ძალიან კარგად არის შედგენილი. vocabulary accuracy, ანუ სხვადასხვა სავარჯიშოებია, ბოლოს discussion-იც არის და script-იც არის. რომ მოკლედ sentence building, listen and repeat, discussion questions და script. თუ იქ ვერ გაიგეს მოსმენისას, მაშინ ამას გახსნით, წააკითხებთ, მე პირადად ამას ვაკითხებ, ყოფ ნაწილებად ვამუშავებინებ და შემდეგ ბოლოს ირიბ თქმაში ესე იგი გადმოსცემენ მოსწავლეები. ანუ აშინაარსებენ ამას და გადმოსცემენ ირიბ თქმაში. და ამითაც შემიძლია სხვა გაკვეთილი გავაკეთო იქ და შემიძლია პირდაპირ ამით ვისარგებლო. თუ პირდაპირ ამით ვისარგებლებ, ერთი მნიშვნელოვანი რამ თუ დავიწყე ამით სარგებლობა, მაშინ სულ ამას გამოვიყენებ, ანუ სხვას არ გამოვიყენებ. და აღარ დავეძებ რესურსებს. მთავარია
დონე დაემთხვეს და გაართვან თავი იმ მოსწავლეებმა და შესაბამისი აღმოჩნდეს. მაშინ ავდგები და აი აქ რაც არის იმ ერთი ფილმიდან მოცემულ იმ ერთ მასალას გავაკეთებინებ. რომ მე თქვენ აღნიშნეთ და ძალიან ბევრი ამბობს, რომ სხვადასხვა რესურსებს ვეძებ, სხვადასხვა ადგილებიდან მოვიპოვებ, მე ძალიან დიდ დროს მართლებს, დიახ, იმიტომ რომ ყოველჯერზე ახლის ფიქრი გიწევს და ახლის ფიქრი არა საჭირო სანამ ძველს ბოლომდე არ მიიყვანთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ერთი ის რომ როდესაც ვთქვათ ერთი და იგივე ფილმი ან ერთი და იგივე რესურსიდან იყენებთ, ეგ არ ნიშნავს რომ გაკვეთილი მოსაწყენია. პირიქით, ეგ ნიშნავს რომ თქვენ იმას საფუძვლიანად ასწავლეთ. ანუ ეხლა მაგალითად ხომ აი აქ რომ არის 13 გაკვეთილი. ანუ ერთი და იგივე ფილმის სიუჟეტებზე 13 გაკვეთილი რომ ჩაატაროთ, ეგ უკვე ძალიან ბევრს მისცემს იმ მოსწავლეს, რადგანაც მე მეორდება ფრაზები, ადამიანები ვინც არიან ერთი და იგივე ინტონაციით, ტონით, სტილით საუბრობენ, ეჩვევა ყური და ასე სწავლობს და ის რომ მე ახლა ერთ გაკვეთილს აქედან ავიღებ და მე ხვალ კიდევ ვეძებო ნეტავ საიდან რა მოვიტანო გაკვეთილზე, ასე არ არის, ანუ ასე ძალიან რთულია, უბრალოდ ასეც არის რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთულია, ამიტომ გირჩევთ რომ როდესაც აირჩევთ ერთ მასალას ან ერთ რესურსს, იმას მიყვეთ ბოლომდე. და ამით უფრო შედეგი მეტი გექნებათ და უფრო მეტად კმაყოფილი იქნებით თქვენც და თქვენი მოსწავლეც. დიახ, ახლა კიდევ ერთი კითხვა არის, არ მაწუხებთ საერთოდ მაკა პირიქით სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე, თუ კიდევ გაქვთ სხვა ნებისმიერი კითხვა, რა ვიცი, ისარგებლეთ და დაწერეთ. ისევ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნებისმიერი გაკვეთილის დროს შეიძლება ქართული მათემატიკა და ასე შემდეგ. წინა წელს ამ ხელოვნურ ინტელექტს არ ჰქონდა ქართული. ქართული არ ჰქონდა და ძალიან ცუდად წერდა. ანუ შეცდომებით წერდა. ახლა ნელ-ნელა დაიხვეწა და ვფიქრობ, რომ ამ საგნებშიც შეიძლება გამოიყენოთ. მათემატიკთან თუ თქვენ ინგლისურის სპეციალისტი ხართ, არ ვიცი, რის სპეციალისტი ხართ, დიდი ალბათობით ინგლისურის, შეგიძლიათ ინგლისურად მისცეთ ბრძანებები და ქართულადაც. ცადეთ ქართულადაც და თქვენ თვითონ დააკვირდებით, თუ გაკმაყოფილებთ და მისაღებია, ქართულადაც შეგიძლიათ ეკონტაქტოთ. ნებისმიერ საკითხი, მაგალითად, რომ მიწეროთ, რომ დღეს თავი მტკივა და არ ვიცი სადილად რა მომგზადო ჩემს ოჯახს, შეგიძლია სამი მარტივი რეცეპტი მირჩიო. აი, ცადეთ ეს მიწერეთ და გეტყვით რეცეპტსაც, მომზადების ხერხებსაც და სიასაც ჩამოგიწერთ, რომ წახვიდეთ მაღაზიაში, გარდა იმისა, რომ გაკვეთილის მომზადებებში და აი ასეთ ისა რა ქვია, დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ანუ აქ მთავარი არის ეს რომ იცით გამოიყენოთ, დატესტოთ, ერთი სავარჯიშო შეადგენინოთ, გადაიტანოთ, მეორე შეადგენინოთ, გადაიტანოთ, ანუ რაც თქვენ გაქვთ გასაკეთებელი, უბრალოდ ჩაწეროთ, არ ვიცი, თუ ინგლისურის მასწავლებელი ხართ, ალბათ ინგლისურად გაქვთ გასაკეთებელი. შეგიძლიათ თუ მაგალითად ონლაინ ასწავლით და აკრეფილი აქვთ ანუ დავალებას მაგალითად SS დაგიწერენ ისე რომ ააკრეფინებთ ვორდში ხომ ის დააკოპიროთ ჩასვათ და უთხრათ შეასწორეო შეასწორებს და პუნქტებად ჩამოგიწერთ შეფასებას რომ დაშვებული ამდენი გრამატიკული შეცდომა, ამდენი ლექსიკური შეცდომა, თუ ბიორის ტესტი ეს არის, ესე არის მაშინ ეს სიტყვები უნდა ჰქონდეს გამოყენებული, ანუ აბსოლუტურად დეტალურად ჩამოგიწერთ თქვენ რა უნდა, ესე იგი, რაც თქვენ უნდა შეგესწორებინათ. ამიტომ ამ ხრივაც შეიძლება გამოიყენოთ და ასევე თქვენ მაგალითად აბიტურიენტებს ასწავლეთ და ესე მიეცით სათაურად დასაწერი. და რომ მოვლენ ისინი ამ სათაურით, თუ თქვენ იყენებთ ამას და ისინი რომ მოვლენ და წაიკითხავთ, თქვენ ადვილად მიხვდებით, აქ არის დაწერილი თუ თავისით დაწერა.
და კიდევ ერთი მეორე ვარიანტი, სხვა მხრივ კიდევ რა შეიძლება გამოგადეთ, იგივე სათაური, რაც მათ მიეცით, აქ რომ ჩაუწეროთ ამ ხელოვნურ ინტელექტს და შეგიდგენთ მაგალითად სამ ვერსიას, რომ ვთხოვოთ სამი ვერსია შემიდგინე. და თქვენ გადაიტანოთ თქვენთვის Word-ის ფაილში ან იგივე Google Docs-ში და შეინახოთ. შემდეგ, როდესაც მოვა მოსწავლე და იმას შეუსწორებთ, ან თუ ვერ დაწერა, მაშინ მასწავლებლებს ხომ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა ის რომ ვერ დაწერა, მაშინ რა უნდა დაეწერა. და ის მარტივად ადგეთ და რა ვიცი, ან ამობეჭდოთ და მიცეთ, ან წაუკითხოთ, ან განიხილოთ მასთან ერთად, ან მაგალითად არგუმენტების მოფიქრება გინდათ თემაზე. და ეს კი მიეცით, მაგრამ ფიქრობთ, რომ ვაიმე ხელ მოსწავლემ რომ მითხრას ამაზე რა არგუმენტები არის, მე რა უნდა ვიპასუხო. ანუ მეც ხომ უნდა მქონდეს მოფიქრებული. ავდგები და ჩავწერა აქ და ვეტყვი, რომ შეგიძლია ამ ესესთან დაკავშირებით მომცე 5 სავარაუდო არგუმენტი. და უკვე მაქვს მოვიდა მოსწავლე, იძახით ვერ დავწერეთ ema, იმიტომ რომ არგუმენტები ვერ მოვიფიქრეო. მეც ბევრი დრო რომ არ დამეხარჯა, იმიტომ რომ კიდევ სხვა გაკვეთილებიც მაქვს ჩასატარებელი. აი გამზადებული მაქვს არგუმენტები. ვეტყვი რომ აი 1 არგუმენტი, 2, 3. აი მე მაგალითად ამ არგუმენტებს გამოვიყენებდი, ანუ მივაწვდი მასალას და ვეტყოდი ახლა ეს არგუმენტები გაავრცე. და მე გამიაჯვილდება ხო უსწავლება, ანუ ამოვისუნთქებ, აღარ ვარ დაძაბული. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ თოდნით იცოდით, მაგრამ გამოყენება რომ ჩვევაში გადავიყვანოთ, ეს იქნება ასე თქვენთვის ძალიან დამხმარე. ესე იგი, ისევ გაწუხეთ თუ ეს წავიკითხე, სასწაულია უღრესი მადლობა, დიახ, ინგლისურს ვასწავლიო, მაკა დიახ. უღრმესი მადლობა, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე ნათია. დიახ, ძალიან მიხარია. საკმაოდ ვეცადე რომ ინფორმაციული ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა. ეს პირველი შეხვედრა დღეს ამით დასრულდება და მოკლედ თუ თქვენ იმდენად დაგაინტერესათ რომ გსურთ გააგრძელოთ ჩვენთან ერთად ამის უკვე კეთებაში გადაყვანა, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. ამ ერთვიანი კურსის ღირებულება არის 100 ლარი. მანამდე გაცილებით დაბალი ფასი იყო, ვინც წინასწარ ახალ წლამდე დაერეგისტრირდა, მაგრამ ახლა არის 100 ლარი და შეგიძლიათ მოკლედ შემოგვიერთდეთ და უამრავ ასეთ უფრო მეტად სასარგებლო კიდევ სხვა რესურსებსაც გაგიზიარებთ და თქვენც ისწავლთ იმ გაკვეთილის კეთებას და მომზადებას, რომ ონლაინ სწავლება დაიწყოთ, თუ კი არ დაგიწყეთ, ან თუ გაქვთ და გაიმარტივოთ და უფრო ეფექტური გახადოთ. დღეს მოკლედ სულ ეს იყო, ამით დავასრულებ და კარგი იქნება თუ თქვენ შთაბეჭდილებებს დამიწერთ ან აქ, ან იმ პოსტზე, რომელ პოსტითაც მომძებნეთ და თუ პირადში მომწერთ, რა თქმა უნდა, დაგამატებთ ტრენინგზე. ახლა თუ გსურთ რაიმეს თქმა, შეგიძლიათ ჩართოთ მიკროფონი, ან უბრალოდ მოკლედ დაწეროთ აქ. დიახ, ჯული მომწერეთ პირადში. მიხარია დღეს ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ავაჩერებ ჩამოტვირთას.